თუ სასწაული მოხდა და გოგოსთან ერთად ფილმის ყურება გადაწყვიტეთ, მელოდრამის კატეგორიაში ფილმების ხროლვაში დროს უნდა კარგავთ. შანსი იმისა, რომ Drive to Survive-ის მე-6-მე-7 სეზონიდან ნებისმიერ არჩეულ სერიას ჩართავთ და ალპინის ეპიზოდი აღმოჩნდება, საკმაოდ დიდია. სწორედ Netflix-მა და ალპინმა დაასხა ნავთი იმ დიდი ხნის წინ დაგიზგიზებულ ცეცხლს, რასაც ესტევან ოკონის და პიერ გასლის მეგობრობა ქვია. ყველა სუპერგმირს თავისი მტერი სჭირდება, რომ ისტორია შეიკრას, მაგრამ განსხვავებით მარველისგან საფრანგეთის სამოქალაქო ომში არც კეთილი ყავს და არც ბოროტი. მეცაც გეტყვით, გასლი და ოკონი ერთმანეთს უფრო გვანან, ვიდრე შენი და შენი მეგობრის საშინაო დავალება, რომელიც გადაწერის დროს ცოტა მაინც უნდა შეგეცვალა. ვერავინ ვერ დამაჯერებთ, რომ ეს დუო ზეცინა ღმერთმა არ გამოგვიგზავნა. აბა ამ ხილა საფრანგეთში რანაირად მოახერხა პიერის მამამ და კარტინგი ესტებანის მისგან შეიძინა. ორი პატარა ბავშვი, ორივე ერთ წელს დაბადებული, ორივე პატარა საყვარელი ჩამხუთით და იგივე სპონსორებით. რა შეიძლება მოხდეს ცუდი? ნუ თეორიულად ძალიან ბევრი რამე, მაგრამ არანაკლებია, როცა ორ ავტოსპორტზე სერიოზულად შეყვარებულ ბავშვს იგივე ჩემპიონატში შეაგდებ. კრუასანებს შორის ბოლო წვეთე კი 2009 წლის ბრიჯტოუნის თასი იყო, სადაც არა მარტო პილოტებმა შეიძულეს ერთმანეთი, არამედ მათმა მშობლებმაც. ჯოსე ვარც აქვს ნათქვამი სეზონის განმავლობაში ბიჭების ოჯახებს ორ ბოლაზე შეეძლო დასწრებაო. ოღონდ ისე უნდა იქნათ, რომ ერთმანეთს არ გადაგვეთოდნენ. რა და წარსული მაინც აქვს ამორს განსხვავებული. პიერისგან განსხვავებით ესტებას დალხენილი ცხოვრება არ ქონია. მეტიც, მისმა ოჯახმა სახლი გაყიდა იმისათვის, რომ ოკონის რბოლებისთვის ფული ჰქონოდათ. ფრანგები რომ უცნაური ხალხი არიან, ამაზე არ გედავებით, მაგრამ შვილის კარტინგების გამო სახლის გაყიდვა აგითხრათ. ხანდახან გზები იმიტომ იყრება, რომ მე უფრო სერიოზულად გადაიკვეთოს. სწორედ ეს დაემართა ჩვენს კრუასანებს. მოგეხსენებათ, რომ თუ მრბოლელი ადრეული ასაკიდანვე რომელიმე გუნდის აკადემია მარში ამჩნია, მისი კარიერა ნელ-ნელა უკანწავა. საბედნიეროდ ორივე ფრანგი საკმაოდ სერიოზული საჯინიბოების რადარზე აღმოჩნდა. ოკონი მერსედესმა შეიფარა, ხოლო გასლი Red Bull-ის აკადემიაში ჩაირიცხა. ისე მეტი დრამატულობისთვის პილოტებისთვის გუნდებს ქუდი რომ ანაწილებდეს უფრო საინტერესო იქნებოდა. ორივე მათგანი ფორმულა 1-ის კიბეზე სხვადასხვა გზით ავიდა. თქვენი არ ვიცით, მაგრამ ძველი სეზონებისთვის ქვედა სერიების ხროლვისას ნაცნობი სახეების აღმოჩენა ძალიან მიყვარს. ასე მაგალითად 2014 წელს ფორმულა 3-ის ჩემპიონატში ესტებან ოკონმა შეძლო და დამარცხა ანტონიო ფუოკო, ჯეიკ დენისი და ნიკ კესიდი. ვეკის და ფორმულა-ის პილოტების გამარჯვებულები დიდად აღმაფრთოვანებელი სახელები დამეთანხმებით არაა, მაგრამ რა სიტყვით 2021-ის აბუ-დაბის შემოქმედები რო დაუმატოთ ამ სიას. დიახ, ესტებან ოკონმა GP-ში ჩაისვა როგორც ნიკოლას ლატიფი, ისე 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი მაქს ვერსტაპენი. მომდევნო წელს GP3 მოიგო და 2016 წელს შუა სეზონში მანოში ინდონეზიელი ბიზნესმენი ჩაანაცვლა ბელგიის გრან-პრიზე. ხოლო პიერს რაც შეეხება, მისი გზა შედარებით რთული აღმოჩნდა ავტოსპორტის ზენიტამდე. ფორმულა რენოს მოგების შემდეგ GP2-ში დააწინაურეს, ხოლო საბოლოოდ თავის მესამე სეზონში გასლი მახლანდელი ფორმულა 2-ის ტიტული მოიგო. ამის შემდეგ იყო სუპერ ფორმულა, საიდანაც ვიცე-ჩემპიონის რანგში წამოვიდა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ფორმულა E. ფრანგმა Red Bull-ისთვის ცნობილი სებასტიან ბუემი ჩაანაცვლა ნიუ-იორკის იპრიზე, სადაც კი რაღაც პოდიუმს გამოკრა ხელი. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ 2017-ის შუა სეზონში კვიატის ჩანაცვლებით დასრულდა ტორო როსოში. სიტუაციის გამძაფრება კი 2018-ში დაიწყო, როცა ორივე ფრანგი ერთად პირველ სრულ სეზონს ატარებდა ფორმულა 1-ში. ხოლო ჟურნალისტებმა მათ არც თუ ისე იავარდით მოფენილ წარსულზე გაიგეს. სწორედ აქედან დაიწყო თრეშტოლკების სესია, რომელიც პრესეზონზე პიერმა გახსნა, სადაც არსაიდან დაახეთქა, რომ თურმე ესტებანს ბავშვობაში ჯობნიდა და ამას ეს არ მოეწონა და ესე გადაეგიდნენ ერთმანეთს. მეორე მხარეს ოკონი გამოვიდა და დაბოღმილი ბავშვით დაიწყო პიერმა სპონსორები ამახიაო. ხომ გითხარით, ეს ორი პილოტი ერთმანეთს ძალიან გავსთქო. გაგიკვირდება და ორივეს აქვს დაღმასვლის ისტორია კარიერაში. ესტებანის შემთხვევაში მთავარი ვილენი ლენ სტროლია, მამამისის სპონსორობით. სწორედ 2019-ში გადმოვარგნენ სტროლები Racing Point-ში. ჩეკო გუნდში დარჩა ძლიერი სასპონსორო ზურგის გამო. ეს ტიპები კი უკან დაუბრუნეს ტოტოს. სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ტოტომ თავისი გამოგდებული ახსასდელი ალპის შეტენა. ნუ მიკის შემთხვევა ცოტა უფრო მძიმეა, მაგრამ მაინც. გასლის შემთხვევაში კი საქმე სტანდარტულ Red Bull-ის მეორე პილოტობასთან გვაქვს. 2019-ში ტორო როსოდან Red Bull-ში დაწინაურების შემდეგ ძალიან ჩვეულებრივი სეზონის პირველი ნახევრის მერე პიერი ფრანსტოს დაუბრუნეს, ხოლო სანაცვლოდ ალექს ალბონი წაიღეს. ამ დროის განმავლობაში შორიდან ერთმანეთის აკეთვლას მაინც აგრძელებდნენ ბიჭები. შუაში კი ორივემ ზღაპრული რბოლა მოიგო. თუ ოდეს მეიტყვით, რომ ცხოვრებაში ცუდი გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, იმ წამსვე გაიხსენეთ, რომ სადღაც ბრიტანეთში ზის ტიპი, რომელიც საღონებაზეა და ტვინში გაუელვა, რომ ესტებან ოკონის გვერდით პიერ გასლი უნდა მიესვათ ალპინში. კი ბატონო, ნიკოს და ლუისის შემთხვევა გვაქვს ისტორიაში, მაგრამ ესენი ერთმანეთს მერსედესში გადაემტერნენ. ეს ორი ლაწირაკი კი ბოლო 15 წელია დასანახად ვერ იტანდა ერთმანეთს. რასაკვირველია, პიერის მისვლისთანავე ალპინის ბოქსები ორად გაიყო. პირველივე ინციდენტმაც არ დააყოვნა და ავსტრალიის გრან-პრიზე ორი ვარდისფერი ალპინი რბოლას გამოეთიშა. ამის შემდეგ იყო სუზუკა, სადაც რატომღაც პიერს ადგილი დაათმობინეს. ეს ფაქტი მე უფრო მეწყინა თუ გასლის ოღონდ ვერ გეტყვით. სიტუაცია კი 2024-ის შუა სეზონში დაიწყება.
როდესაც ესტევანს წასვლა იმდენად სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სტაჟირებაზე გუნდის კორპორატიული მანქანით წავიდა. ფლავიო ბრიატორე კი არავის ნაკლები ტოქსიკური ლოვი არაა და ეს ამბავი GPS-ის დახმარებით გაიგო. ოკონს პირველი პილოტობის უფლება ჩამოართვეს, ისე რომ გუნდიდანაც არ გაუშვეს. ამის შემდეგ იყო მონაკოში პირთან კონტაქტი, სადაც ფაქტობრივად ხელი მოაწერა გუნდიდან წასვლას. მაგრამ ყველა ზღაპარს მაინც ლამაზი დასასრული აქვს. ობიექტურავა მოითხოვს თქვათ, რომ პიერი და ესტებანი დღევანდელ გრიდზე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილები არიან. ზურგს კი ის ტკივილი, იმედგაცრუება და რასაკვირველია პროფესიონალიზმი უმაგრებთ, რითაც აქამდე მოვიდნენ. ნათქვამია მხოლოდ ძლიერებს უმართლებსო და რაც იმ მკვდარზე მკვდარმა და გარდაცვლილმა ალპინმა ბრაზილიაში გააკეთა, ყველა ვერ იზამდა. გუნდი, რომელიც მონაკომდე ქულების გარაშე მივიდა, ბრაზილიაში ორმაგი პოდიუმი აიღო და როგორც იქნა ეს ორი ადამიანი ერთმანეთს გადაეხვია. ამორს თითქმის ერთი რაოდენობის ქულები, პოდიუმები, ჩატარებული გრან-პრები და მოგებული რბოლა აქვთ. რეალურად გამარჯვებულები კი ფანები არიან, რადგან ეს პასიური აგრესია ყველაფერს უფრო სახალისოდ ხდის. აბა წამით წარმოიდგინეთ, რაოდენ მოსაწყენი იქნებოდა თქვენი სამუშაო დღე სამსახურის ესტიბესტისთან ერთად საერთო მტერი რომ არ გაგეჭორათ. ეჭვი მაქვს ამ სპექტაკლს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიხილავთ, რადგან არც ერთი მათგანი ჯერ წასვლას არ აპირებს. იმასაც ვერ იტყვით დავერდებიან და დაბრძენდებიანო. ასე რომ თუ გინდათ ფრანგული საპნის ოპერების პარალელურად ჩემი ვიდეოებიც არ მოგაგდეთ, კომენტარებში დაწერით იდეები თუ რა ზეისურვებდით შემდეგ ვიდეოს. ნახვამდის.